მოგესალმებით მეგობრებო, მონოლოგს დავიწყებთ სასიამოვნო ნიუსით. თბილისის მერიამ 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარება 10,000 ლარამდე გაზარდა. რა კარგი ამბავია გაჩო, გენაცვალოთ ნიკა მამუა და პაპა. ოჩარ, რამდენი ხერბაა და გამახსენა შენ? აშექვში. კარგია. ომში ხარ შემთან შენ აშოჩ. ხუმრობა იქეთ იყოს და შენ რა გენაღლება ჩემო ნიკოლოს 59 წელი დაგრჩა და მე სად ვიცადო 54 წელი არ ვიცი ისე ორივე ერთად რომ მივიდეთ მერიაში 10,000 ლარს ხო არ მოგცემდნენ შემთხვევით აი ჯამში 103-ის გამოვიდიოთ და მაგთვალსაზრისით ორივეს ერთად რას მოგცემენ არ ვიცი მაგრამ ცალკე კი მომიღუნია 5,000 უკვე თანხებში რო გადავიყვან ვასაკი ასე გამოვა თანხებში თუ გადავიყვანთ მაშინ აწი ალბათ ასე დალოცავენ ადამიანებს იცოცხლე 10,000 ლარამდეო იცოცხლე 10,000 ლარამდე ფოთაშორის 2-3 წელიწადში დიმასაც უწევს 10,000 ლარი კაცანი ჯიმეში რა გენაღლება შვენიერი იზე რა ცუდია რომ ეს წესი მარტო თბილისშია რეგიონში რო ცხოვრობდა ტყუილად რო ხდები 100 წლის არავინ არ გიფას 100-ია გენაცვალე ახლა გადავიანგარიშე ჩემო კარგო და ბანკის ვალები რო გავიშტუმრო მინიმუმ 300 წელი უნდა ვიცოცხლო ვინგიშრის თანაც ისე სწრაფად გაიფრეს ეს 300 წელი თვალის დაყავყავებაში ხუმრობის გარეშე ვუსურებ ჩვენს მაყურებელს დიდხან სიცოცხლეს რა თქმა უნდა გვიყურეთ ჩვენ რადგან სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და გპირდებით რომ ეს პრემია მილიონამდეც გაიზრდება აი ჩვენ რომ მართლა მოგვიწევს მანამდე კი ვიცი აუცილებლად ასე იქნება კი ბატონო, მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და დიდხან სიცოცხლის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი გენაცვალეთ ახლა კი თემა სახელწოდებით ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. ჰაკერებმა სატრანსპორტო პროგრამა დააჰაკეს, რის შედეგადაც ხალხი მგზავრობის საფასურს ვერ იხდიდა და უფასოდ მგზავრობდა ავტობუსით. ეს რა კვირა დაუდგა თბილისელებს. ჯერ 10,000 ლარი პრემიაო და ახლა კიდევ თლაც საოცრება დაემატა უფასო ავტობუსი. უბრალოდ უფროსი თაობის ადამიანები დისკომფორტსაც გრძნობდნენ. ერთმანეთს თანხასო ვერ უხდიდნენ ავტობუსში, ხო იცი როგორი წესია. ერთი დღით დაიკარგა თბილისური ტრადიცია. აი ეგ არის უბრალოდ. მოკლედ ამ ფაქტის გამო იმ დღეს თბილისი გაივსო ბედნიერი მგზავრებით და დაბნეული კონტროლერებით. ისე ეს ჰაკერებიც მაგრები არიან. სატრანსპორტო კი არა, საბანკო პროგრამა დააჰაკეთ, კაცო. ავტობუსის ფული კი აქვს ხალხს, იპოთეკის არა აქვს, ჩემო ბატონო. ან ბანკი თუ არ გამოდის, რესტორნები მაინც და უფასოდ ვიქეიფებთ, რა პრობლემაა, შეგინოცვალე. ესე იგი, შენ სულ კეიფზე რატო ფიქრობ? ხანდახან ბანკზეც იფიქრე. ხო და იმას ვამბობდი, გადახდის აპარატი არ მუშაობდა და მუსიკა ჩაირთო. მუსიკის გაშვებას თუ შეიძლებოდა ეს რომ ძღოლებს ცოდნოდათ აქამდე სულ ქსოვრელები ეკრებოდა კი ბატონო სხვათა შორის გოგიამ რო გაიგო უფასო ავტობუსიო იმ დღეს მოვიდა სამსახურში არა არ მუშაობდით ჩაწერა არ იყო მაგრამ ავტობუსი იყო უფასო და მოვიდა კაცი რა გინდა სანამ ჩვენ ავტობუსით დავკროდით უფასოდ მანამდე კვარას პირველი თამაში შედგა პარის სენ-ჟერმენში ფრანგი გულშემატკივარი ძალიან მაგარი მომზადებული დახვდა ჩვენს ბიჭს. მთელი სტადიონი სკანდირებდა მუჭარეკცია კვარაცხელია. კი ბატონო ზოგი გულშემატკივარი კვარას ეძახდა დეგოუ
მე გამიხარდა იხელა კაცი ადარე თქო და თურმე გოლში თხოვენ ასე ეგენი არის. გოლით ვერა ამ ეტაპზე, მაგრამ საგოლე პასით კი გამოირჩა. თუმცა ჯერ დრო სჭირდება. იმდენად არა ჯერ ახალ გუნდს მიჩვეული რომ ჯერ კიდევ ლუკაკუს ეძებს სტადიონზე. ასე იყო თუ ისე იმ დღეს კვარა გახდა პარიზის სავიზიტო ბარათი. ანუ მასთან უფრო მეტი ფოტო გადაიღეს ვიდრე ეიფელთან. თანაც იმხელა ხმაზე ყვიროდნენ კვარაო მარსელიდან დარეკეს დაგვაზინო. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ მეგობრებო და ყურადღებით თუ შეიძლება. 2001 წელს რონალდინიო გადავიდა PSG-ში და 2002-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ბრაზილია. კი ბატონო, 2017-ში უკვე მბაპე გადავიდა. ისიც 7 ნომრიანი მაისური და 2018-ში საფრანგეთი გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კი ბატონო, 2021 წელს კი უკვე თავად მესი გადავიდა PSG-ში და იქ 2022-ში არგენტინამ რაც დაატრიალა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჩემო ბატონო. ხო და რა უნერვიულობთ აქ მსოფლიოზე გავალთ თუ არაო? გავალთ კი არა, ჩემპიონობისთვის ემზადე ქართველო ერო. მაგარი დამთხევა ისე და რო აგვიხდეს ახლა არ იქნება სასწაული. უი, შენ პირშახარნობა დამყარი. ევროპული სტადიონების გარდა უკვე ამერიკის რინგიც დავიფყარით. UFC-ის საუკეთესო ხუთეულში 2 ქართველი მოხვდა. მერაბ დვალიშვილი და რა თქმა უნდა ილია თოფური. ყოჩაღილია, ყოჩაღ მერაბ. ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. დანა ვაიცმა თქვა, თანაც ქართულ. ხო და მგონი დროა ლოგოზე UFC ქართულად დააწერე. შენი ხურე ჯობატა და 5-დან 2 ქართველი 40%-ია ძმაო. კი ბატონო. ანუ ეს სპორტულადაც მაგარი ამბავია და მათემატიკურად. UFC-ის ფედერაციის პრეზიდენტს უთქვამს 3 ქართველიც და გავდივარ თუ. სხვათა შორის ბევრიც არ დააგვიანდება. აგერ 9 თებერვალს თოფურია ძმასაც უნდა ეჩხუბა, მაგრამ მოწინააღმდეგე აიტკივა რაღაცა და არ გამოდის. ახლა დაიმართება ყველაფერს. ხო, არა უშავს. ამ ეტაპზე დამიჯერე 2 საკმარისია. ხუთეულში 2 ქართველი მოხვდა და ამისთვის ბევრს მოხვდა კეფაში. ხოლო რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის ერთადერთი მებრძოლია, რომელიც UFC-ის რეიტინგში ჩერეს მექსიკით მოხვდა. ახლა კი სპორტული კლიოზნიკობა. დიახ. შეიძლება ასე ითქვას. აზერბაიჯანი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უხარისხო მედლების ჩანაცვლებას თხოვს. ეთქობა ოქრომ დაუწუნეს, ეს 585 სინჯისაა და ჩვენ 3 ცხრიანი გვინდოდაო. მართლებიც არიან მე თუ მკითხავ. სად ოლიმპიური კომიტეტი რო შეემოწმებს ოქროს ხარისხს და სად ბაქოელი ოქრომჭედელი ბახრამა კბილები. რაც შეეხება ვერცხლს, აზერბაიჯანელმა შეუთვალეს მედალი გაშავდაო და იქიდან შემოუთვალეს ნაღდი ვერცხლი შავდება ძმაო. აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა როგცოდნო და ასეთ უხარისხო მედლებს მოგცემდით, პირდაპირ ტემუდან გამოვიწერდით. ამდეს გევარჯიშებდით. ოლიმპიურმა კომიტეტმა ნაღდი ოქროაო აზერბაიჯანის წარმოადგენელმა კი უპასუხა ნაღდი ოქრო ესაა ძმაო და უკანა 4 კბილია ჩვენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა თქვენ ვიყოფილ ხართ, ერთხელ მოიგეთ და ოქროს ხარისხს გვიმოწმებდა. ეგერ ტალახაზეც იმდენჯერ შევაპარეთ სპილენძი ხმარ ამოუღია კაცო. მე გეტყვით სიმართლეს, სინამდვილეში მართლა უხარისხო კი არა, უბრალოდ იმდენჯერ გააფხეკინეს ლომბარდში გასასინჯად, გააცვდა და დაპატარავდა წონაში. რა ქარს ეხლა? აბაზობაში ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა მექსიკას ყურე აუწია. ანუ ყურე აახია. ბარემ თლიანად მექსიკას დაარქვას ამერიკა და მექსიკელებს ამერიკაში გადაპარვა აღარ დასჭირდება. კი ბატონო. უკვე თვითონ ამერიკაში ცხოვრობენ. ეს ტრამპიც გამაგიჟებს, რომ ამერიკისკენ მიმავალი ყურე მაინც დაერქმია. მაინც მაკედან მიცურავენ ამერიკაში. ისე შეგვეკითხეთ ძმაო ქართველებსაც რამე ჩვენთვისაც უცხო კი არაა მაქაურობა რაღაცა რა ვიცი ყურეს კიდე არა უშავს თავარია მექსიკურ კარტოფილს არ დაარქვას ამერიკული კარტოფილი თორე შეიძლება მესამე მსოფლიო ომი ახდეს გეუბნები სხვათა შორის როგორც გავიგე
ამის შემდეგ აპირებს თავის კონტინენტზე არსებული მტრულად განწყობილი ქვეყნების სახელების შეცვლას. მაგალითად, ვენესუელას უნდა დაარქვას ტრამპასუელა, კუბას კობა, ძმაკაცი ყოლია ქართველი ჩაინიკაო არ ვიცი ვინ არის, იმის საპატიოსაცე. მაგარი ბიზნეს პროექტი განახორციელეს კოლუმბიაში. პაბლო ესკობარის პირადი თვითმფრინავი სასტუმროდ გადაკეთდა და ქირავდება. ესე იგი, ტიპმა ფულის შოვნის რამხელა მემკვიდრეობა დატოვა. მისი ვადაგასული თვითმფრინავიც კი ფულს აკეთებს. პირველი ვინც შეყოთ, იცოდეთ, მტვერი არ გადაწმინდოთ. არსად ფრთხილად შეიკნოსეთ. ამიტომ მაგ სასტუმროში ჩაის რომ მოითხოვთ ყურადღებით იყავით. შაქარიც ეგეთი ექნებათ. შესასვლელი. შესაბამისად, ეს ერთადერთი თვითმფრინავია, რომელიც თვითონ არ დაფრინავს, მარტო გზავრები დაფრინავს. ალბათ ამ სასტუმროში რომ შედიხარ, ბორტგამცილებელი გამოდის და პირობებს გიხსნის ცნობილი ჟესტიკულაცია. საძინებელი განთავსებულია ორი ერთად გიხსნას. კარათან ტუალეტი. ბატონო. და ორიული ჩასასვლელი აქეთ იქ. დამატებული ამბავი მე საშხაპე გვერდი. კი ბატონო, ერთი სიტყვით კოლუმბიაში ჩასული ტურისტების დასვენებაზე და გართობაზე ზრუნავს თვით პაბლო ესკობარის თვითმფრინავი, ხოლო ჩვენ შოუში დოლ გარმონზე უკრავს და კეიფის ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და თვით გიორგი შოშიტაშვილი. პაბლო გიორგი ჩემო ნიკოლოზ, როცა ასე არის ხოლმე გამოვწკეპილი ჩვენი გიორგი, ხო ხდები რომ რაღაცაში არის საქმე. ამ ამბავში მეც ურევი ვარ, იცი შენ. ეს დილობას გაუმარჯოს მე. გიო, უთხარი რა გავაკეთეთ. შვენიერი სიმღერა, ეხა ხო არის აკეიფო სალაღობო სიმღერები ერთი. შენ შევკრიბეთ ბევრი. კი ბატონო, თანი ყველა ის სიმღერა, რომელიც შენ გიყვარს. ხო, ნაცნობი სიმღერების პოპურია, რომელიც ვიცი რომ შენ გიყვარს, შენთვის ავარჩიე. ორ ბოთლს რომ გადაცდები ხოლმე და ასე რომ მიძახი, მიდი ისო, დავაჭერ ხელს და ყველაფერი ერთად გაივლის. მე ასე მოყოლით უნდა მითხრათ ახლა ეს. თუ დავჯდე და მომასმენინე. რა ვქნათ გიო? კი ბატონო. მოკლედ ჩვენს გადაცემაში ახალი პოპური გიოს შეთხზული, აკინძული, ქსოვრელებთან ერთად მეც რაღაცნაირად მივეშველე და პირველივე წამიდან ვიგრიალოთ პაატას და ნიკას შოუში. წავედით. ხო. შენ ჩემს გულში შემოიჭე ისე როგორც დილის ხივი წახვედი და თან წაიღე ჩემი გზნობა სიმღარული შორით გეტრფი დავიღელები მოცნების გზაზე მივდივარ ჩემი გულის წამალი ხარ არ სკლავი ვითვალ სიმსიმა გადავკეტავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშრო ეგ თვალები მოციმციმე ეგ თვალები მოციმციმე გადავკეტავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშრო ეგ თვალები მოციმციმე ეგ თვალები მოციმციმე მითხარ სად
ჩამოგვიარა რატომ გაგვიჩინა ორივეს იარა ბედმა რად გვარგუნა ეს წარებიალა ორივე სიმწარეს რატომ გვაზიარა დაბრუნდი რომ მე არ იყოს გვიანა იქნებ განიკურნოს ჩვენი ჟიარა სიკმოლ შეგვეცვა სიმწარე გიარა თბილი შეგვეცვალოს სიმწარე გიარა მიხარ სად გეძებო მიხარ სად სადახარ მიხარ რად მასვალე რად ახარ მიხარ სად გეძებო მიხარ სად სადახარ მიხარ რად მასვალე რად ახარ გამომხედე სიყვარულს აგიცდი გამომხედე გამახსენე ერთად ყოფნის დრო გამახსენე როგორ ვინდა ჩემთან მოხვიდე შენებს ვინდა ისე მოიყვე უშენობას ვეღარ მოვიწყე შესვალებს ვერ ვიწყე ვახ რა კარგი რამხარ ვახ რა კარგი უშენო დოცნება აღარ არის ვახ რა კარგი რამხარ ვახ რა კარგი შენ რო ვარ დევსენი ჩემგან არის მომარიდე თვალებს მომარიდე სხვა შესავით მე ვერ ვიგამიგეს ვერ გავატანწარ სულ შენს გავლიცეს სხვა ყველაფერს დრო წაიღებს ვიხარ სამხარაზე ვფიქრო დოგოშავ თვალს არბიანო შენზე ფიქრი არ მასვენებს რომ ვიცი რომ დარდიანო შენს გენიავს გამოყვები ზანდაგიგები ავალებს ურჩი მაგრად ჩაგიკრავდა დაგიბადავს ელდადალდებს ჩემთვის გვირა არ არსებობს ყოველი დღე შაბათია ყოველი დღე შაბათია როცა მოგდე სამაგონე ჩემი შავი ნაბადია ჩემი შავი ნაბადია ორ შაბათი შაბათია სამ შაბათი შაბათია ორ შაბათი შაბათია ხუთ შაბათი შვენი დღეა პარასკევი შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი ხომ შაბათია ძვირბაცო ქალბატონებო და ბატონებო ჩემო მეგობრებო ჩემო ბატა ახლა კი დრო დადგა რომ სტუდიაში სტუმარი მოვიწვიოთ აუცილებლად. და მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს უთხრა რომ ძალიან საინტერესო ადამიანი ძალიან მაგარი ადამიანი უნიჭიერესი ადამიანი და ამას საკუთარი თვალითაც ნახავს უბრალოდ შემოვიდეს და გავიდეს თუნდაც და არაფერი თქვას მოდი ბევრი არ გავაგრძელოთ და მსახიობი ბექნუ კაფიარიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი გადასარევი ფონზე არაჩვეულებრივი მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და უკან ვიხედებოდი მეთქი სხვა არა ხასიათები ურმე ჩემზეა საუბარი აი ძალიან მიყვარს თავდაბალი ადამიანები მაშინ თქვენ ისაუბრეთ მე ეს რაჭული ისე მიყვარს ცოტას ვიცეკვე დაბალხმაზე გენაცვალე კეთილი იყო შენი ფეხი კეთილი ჩემო გადაცემაში ყოველთვის სასიამოვნოა როცა ჩემი კოლეგები არიან ხოლმე სტუმრად მსახიობებს გულისხმობ. ხო, ჩემი კოლეგები ცოტა იშვიათად არიან, იმიტომ რომ ინჟინერ პოლიგრაფისტები და ნაკლები საქართველოში
არა ვარ ბევრი. ესე იგი ბექნუ ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მე და ბექნუს ყავდა ერთი პედაგოგი ვინც ეს ხელოვნება გვასწავლა, რასაც არტისტობა ქვია, მსახიობობა. და ჩემ გიორგი შალუტაშვილს მინდა დიდი მადლობა უთხრა და უთხრა კიდევ რა გინდა რატომ დავგვიტე. მეც მოვიკითხო ბატონ გიორგის პატა ისე დაიწყო. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მე და ბექნუს ყავდა და რო გაიგზელებია ერთი შეყვარებული და ხოცავდით ერთმანეთს აქ რო გაგზელებული ყვა ბაგაბუგი. შენ დაგავისტა მე რო კარგად გამოვიყურები და დიდი რო ვარ. ხო აი ამაში და არა მარტო კოლეგები დიდი ხნის მეგობრები. რა თქმა უნდა, მაგამდე მივდიოდი, მაგრამ ვინ გაცალა? აჰა მე არ მთავრდება გადაცემა ნუ ერთი წრე დაგვიბატეთ რა. და ძალიან ბედნიერება იყო ჩვენი ჯგუფი იყო პირველი ჯგუფი ბატონი გიორგისთვის და თქვენი ყავით უკვე მერე ხო ხوار ვწდები თუ მესამე იყავით თქვენს მერე და კიდე ერთით მერე კი ბატონო ერთით ხლა მივხვდი რა ასაკის ვარ მე ხო მეც რაღაცა აღარ ჩამურჩები ამ თვალსა და ხელშუა ხოლმე კი ბატონო როგორ ახარ ბექნუ რაშები აბა გითხარი ნორმალურად ღმერთის წყალობით უკეთესათაც შეიძლება უარესათაც შეიძლება და რა ვიცი ეს ასაკზე რო ახსენე ცოტა რაღაცა რაც ასაკი და წლები ემატება ხოლმე მე მაგალითად ცოტა ღვინოსთან დამოკიდებულებაში მივხვდი რომ ესე მარტივად რო ვეღარ ვესაუბრებით ღვინოს, თორე დანარჩენი ნორმალურად არის. ესე იგი ვეღარ სვავიმდე? არა, რა ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ რომელი ღვინო გირჩევნია? რაჭული ალბათ. არა, ზოგადად ვამბობ, რაჭული ახლა გადასარევი ღვინოებია. ღვინო არა, ის რა საინტერესოა, მაინც ესე იგი ღვინით დავიწყე. ხო და რომელი და ეხა როგორ შეიძლება ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე და ჩვენ სხვანჩკარაზე არ დავიწყო მაგით, მაგრამ მიყვარს ისეთი ქისი მიყვარს ძალიან, ხიხვე მიყვარს ძალიან. შეგენაცვალე. რახუნა ასეთი არაჩვეულებრივი ღვინო. შეგენაცვალე. ბაღდათის რაიონ ობჩაში მოდის ჩემო ბატონო. რევაზლაღიძეს აქვს ასეთი არ ვისაც არ უყვარს სოფელი ობჩა იმისი საქმე გათავდა მორჩა და აი საერთოდ ეხლა გამახსენდა ამ წამს ესე იგი პირველად ძალიან პატარა ვიყავი იმაზე რა ქვია ქვევრთან გავიპარებოდი ხოლმე ჩუმად იქ მოწრუპავდი როდესაც კეიფობდნენ ობჩაში და კარგად გვარიანად შეზარხოშებული ბრუნდებოდი ხოლმე და ერთხელ ბიძაჩემს და ჩემ ბიძაშვილებს კინაღამ გადაუვარდი მეორე სართულიდან თრალი თავით მივფრინავდი გადამარჩა. კი ბატონო. ნუ აგვირდებოდი რა ვთქვი ეს ბავშვი კაცო ნელელა რატო ეშლება ფეხი. ხო ესე იგი მე იმ კიდე თუ დარჩა ვინმე მაგრამ მაინც მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო ვინც არის ის ბექნუ გახლავთ მართლა დიდი ადამიანის პირველ რიგში და დიდი მსახიობის ვაჟი, როგორიც გახდათ აცხონოს ღმერთმა ჩემთვის საყვარლესი ბატონი ზურაბ ქაფიანი. ძალიან ბედნიერებაა ჩემთვის ჯერ ეს და მე არ ვიცი ხა რა კითხვა საიდან რა აი ისეთია თითქოს ტრაფარეტული, მაგრამ ხშირად არის ხოლმე მაგალითად მსახიობის შვილები არ გამოდიან მსახიობები. გნებავთ ჩემი შემთხვევა ავიღოთ. რამ გადაგაწყვეტინა ეს ამბავი? ხო, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვაპირებდი ისა, რა ქვია, წამიყვანა ჩემი პროფესიული განვითარება, მაგრამ ერთი კვირით ადრე გადაწყდა ეს, რომ ეთყობა ქვევრთან იჯექი და აქ არ გირა შვილო წამოდი. მოდი, აი რაღაცა მეთქი და თან ერთი კვირით ადრე მოვემზადე, მოკლედ ამ ჩაბარებისთვის და ხო, ნუ სკოლა რო დავამთავრეთ, მახსოვს გიგა იყო ლორთქიფანიძე, რექტორი. ჩემ დროსაც გიგა იქნებოდა რექტორი და ზურა და გიგა მეგობრობდნენ, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რა თქმა უნდა და მახსოვს გიგაო არ დამღუპო და შვილი არ დამიღუპო, ზურა მოთხრა და მე გავიშალე მხრებში რომ არიქა და მეშველა და ნერვიულობა და რაღაცები ნაპერწკალს თუ რაღაცას ვერ დაინახავ, არაფრით არ მიიღო, თორე თელ ცხოვრებას დაუღუპაო. აი რაღაცა წაქეზებისთვის, წახალისებისთვის და არავითარ შემთხვევაში არა და რა მართალი, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ჩემი ხათრით ან რაღაცა რამის გამო, რომ დაღუპავ ბავშვს და მახსოვს მისაღებ გამოცდებზე რო გავედი გიგა და
პროფესორები, არაჩვეულებრივი ადამიანები და დამიწყო ერთი ფეხის კანკალი კითხვის დროს, ლექსის კითხვის დროს, სხვათა შორის მეორე ფეხი მესაა, ცახცახებდი თავიდან ბოლომდე და გიგამ გადაულაპარაკა მე გვერდზე მჯდომს, რომ ეხაო კაცო, ასე რომ ანერვიულებთ ამ ბავშვს, ეს რომ მამამისმა დაინახოს და შემოგვინგრიოს ეს კარები, მე სად უნდა გავასწროთო და მომიხსნა. შემოგვინგრიოს კარები. იყო გამკეთებელი. ხო, ნუ იმ მდგომარეობაში რო დავენახე, ალბათ შევეცოდებოდი ბოლო-ბოლო. ამჟამად ახმეტელის თეატრში მოღვაწეობთ და თამაშობთ მარჯანიშვილის თეატრში. რეპეტიციები გვაქვს და ესე სხვადასხვა თეატრში. ახმეტელში ცხოვრობს და მარჯანიშვილში ღამის გასათევი აქ. ხო, ტერიტორიულად გააჩნია სად მოხვდები ხოლმე. ცხოვრობდა. ბატონო. გასტროლები ყველასთვის მოდი ვთქვათ ესეთი ჯერ სანუკვარი ამბავია მსახიობებისთვის დღეს განსაკუთრებით რა. ჩვენ როცა მოგვიწია მსახიობობა თორე სოფლიოები აქ ჩემოვლილი ხალხს და ხო იცი პირველად რუსთაველის თეატრში რომ მივედი სად წავედი გასტროლზე იცი პირველად თელავში ჩემთან გამოვაკლეს დიდი სამბით გასტროლი და ჩავედით თელავში და ერქვა რა გასტროლი გასავლი შარშარ მორჩი მაგვალების გადახდეს ბანკიდან ხოდა გასტროლები განსაკუთრებულს გასტროლებთან დაკავშირებით ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მეც მაშინ ჩემი თეატრი მაგალითად არ მახსოვს ბრაზილიაში თუ სადღაც წავიდნენ და მე კახეთში ვიყავი. გავიყავით რა და მე როგორც შენი სპექტაკლი კახეთში მე როგორც თხემით ტერფამდე ქართველი და ასე შემდეგ მე გამამწესეს კახეთში და იქიდან ბრაზილია იყო მე მგონი ესე ტელეფონით უქნევდით ხელს. ასე რომ ერთქვეშ ბედქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ. კი ბატონო. მაგრამ შენ მე ვიცი რომ ერთი წელი ცხოვრობდი საქართველოს გარეთ. ხო რა ხდებოდა იქ? ატარში. ხო, ატარი. ქალაქ დოჰაში, კი და მანდ მომიწია ერთი წელი არა ნაკლები, რაღაცა კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ჩემი მეუღლის მიწვევით და იქ რაღაცა და საკმაოდ საინტერესო ქვეყანა ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში, მე მომიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა, იმიტომ რომ დიდი მე სადაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიცხოვრო ეს ჩემი სოფელია. კი ბატონო. ხო და იმიტომაც გიშვებენ კახეთში. და თან მსოფლიო ჩემპიონატზე შარშანწინ რა ცუდი პერიოდი დაგთხოვია. ხო და ესე იგი ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი მყავს მეგობრები გარშემო უბანში განსაკუთრებით და ყველაზე დილეტანტი მე ვარ და მაინც და მაინც მე მოვხდი. დააწყდათ ჩემ ბიჭებს ნერვები. იცი მაინც ვის უყურებ ამ დონეზე არ გიყვარს? აი პირიქით მიყვარს, მაგრამ აი ვერ ყვევი რა ესე კარგა. რა როგორც შეიძლება არ მალაპარაკებენ ფეხბურთზე. ზირთად ჩუმავდგევარ ხოლმე და უსმენ ბიჭებს ასე. ანუ მე რო პესეჟეში გადავედი არ იცი ეგ ამბავი. მართლა გასო. არა ამ დონეზე ხო იცი ყვარას როგორ არა რა თქმა უნდა ყვარავ საერთოდ მე და ჩემნაირებს კი არა მთელ ქვეყანას ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა დააწყებინა და წარმატებით ბავშვობაში ხო თამაშობდი ფეხბურთს უბანში სხვათა შორის მე კალათბურთს თამაშობდი და მანდაც დიდი წინააღმდეგობები იყო რა ერთადერთი მე ვიყავი რომელიც კალათბურთს თამაშობდა დანარჩენი ყველა ფეხბურთს თამაშობდა ვიყავ ეს რაღაცა სპორტულად გარიყული ამიტომ შენ თამაშობდი ფეხბურთს როგორ ხელი ვიყარებოდი აი თურმე რა ვიყარებოდი ქვერთან და იქ ვიყავი იქედან გამოსული ფეხბურთის კარგად ვიცოდი ქვევრიდან კი ბატონო კალათბურთის და ნუ ასე ხო და სანამ მოდი ახლა იცი რა პერიოდი გავიხსენოთ მისეულად მივართ ქვევთან და სადღეგრძელოები არის მომაბრუნა ყატარიდან ტურისტავზე ტურისტავზე რომ მომაბრუნე ყატარიდან ვიყავით და მაინტერესებდა მეკითხა ყატარში ნამყოფი არა ვარ მე და ნუ ვიცი მარტო ავიახაზებით რომ კარგი არის და ეგეთი ქვეყანა თქო თუ არაჩვეულებრივი ქვეყანა არაჩვეულებრივი ადამიანებით უბრალოდ ჩვენი გადმოსახედიდან ცოტა უცნაური წესები აქვს რა მაგალითად ალკოჰოლთან დამოკიდებულებაში ცოტა კაცრათა ნუ აი პრობლემები აქვს ამ ღვინოს მოკლედ არ ვიცი დარწმუნებული ვარ ამ გადაცემას ჩემი ოჯახის წევრები უყურებენ გიორგიც უყურებს არა ბატონო ეს უბრალოდ მოყვა თემას თორემ არ მიფიქრია რომ აი ამ ხაზით განმევითარებინა მივედით მაქამდე და სასმელის დალევა არ შეიძლება ქუჩაში ნასვამი სიარული არ შეიძლება იჭერენ შენ ხარ ჩემი ბატონი სასმლით ხელში არ შეიძლება და ვერ ყიდულობ სასმელს
აბა რა უნდა გადაისხათო რა მაღაზია ეწერები ერთი კვირით ადრე 5 დღით ერთადერთი მაღაზია მე მგონი მეორე დაუმატებიათ და გეუბნებიან რიცხვს რომ ამ კვირას ამ დღეს მობრძანდით და რაღაცა ლიმიტირებულად გატანე და წამოიღეო იქიდან ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ წამოიყოლეო რა საქართველოდან ოღონდ აქციის გარეშე თუ რაღაც არ ვიცი ხარ რამდენად სწორია რასაც ვამბობ. ნუ წამოიყოლეო, საერთოდ ბოთლებში ჩაასხი და წამოგვიღეო აქ ვერ ყიდულობ და გავავსე ერთი უზარმაზარი ჩემოდანი 35 კილოზე თუ აღარ მახსოვს ლიმიტი რამდენი იყო და 34 კილო და 900 გრამი სასმელი იყო და ერთი პირსახოცი შემოახვიე რა გარშემო რომ რაღაცა ყოფილიყო ტანსაცმელები დამახვედრე თქვენ შემოგივლეთ განძიმო მაქვს და ჩავედი 2-3 დღე ადვილად გაიტანე აი რომ იმასავით რა ესე რო ყრიან ხოლმე ჩემოდნებს რა ამის ცოტა მთხილად შეგეცვა არა იქ სკოჩებით დახვეული და ნანატრად ჩალაგებული და ბექნო ადვილად გაგატანინე ეს ჩუმად ადვილად არა უბრალოდ ესე გავაპარე თუ როგორც იტყვა აუ ესე იგი იქაურებს ძალება უყვართ უბრალოდ შეზღუდა აი ჩვენთან უნდა კახეთში უნდა გახსნა კვირაში ერთი დღე მაღაზია ღვინოსთვის ხო და აი ამ დავიქცევით ქართულად 2-3 დღე ვიქეიფე და მესამე დღე არის თუ არ მერევა და გამეღვიძა ესე იგი ეს ქართულას ნაკეიფარი თან ის დღეები არაფერი საქმე არ არის და აი აბსოლუტურად უძულური რო ხარ და აი სული მიჭირავს ხელით ესე ვარ ჩამოკიდებული და რომ გონია რომ მაღაზიაში ჩავირბენ და უცბად რაღაცა და მეტი არა ჩემტრი ერთ კვირაში მობძანდით და გაგატანთ სასმელს ერთი კვირა თქვენ აი დედმამიშო არ და მე სასტუმროში 20 გრამი რაღაცა ამხელა ის დაახლოებით ლარობაზე 100-120 ლარი გამოდის და ამისხით მე დააფასე ხო და მე მივხვდი რომ ჩემი ადგილი დოჰაში არ არის კაი ბატონო დაუბრუნდი ჩემს სამშობლოს ვიცოდი ეგამ მე ყატარში მივდივარ საბუთების შეგროვება დავიწყი აგერაღლა მით ერთი ბოთლი დასალე ვიყიდო და ველოდები ახლა მუნიციპალიტეტიდან ცნობას რა იდეა გამიშთა თუ ხარ ყატარში საძმაკაცო უნდა შეიკრიბოთ ყველამ დაწეროთ იმ მაღაზიაზე და ყველამ თქვენი ლიმიტი გამოიტანოთ რომ მოგროდ ანუ რაღაც დაბადების დღეს ქორწილებს არის სასმლის გარეშეა ეს ყველაფერი გურმანები არიან უფრო და სასმელი მათ რელიგიურ მრწამში თუ არ მეშლება არ ჯდება ბოდიში მომითხოვე ხო არ ჯდება და ჩვენთვის ხო ჯდება მაგრად ხო და შიქ ჩასმული ხო იცი ლექსები როგორ არის სკოლაზე მინდოდა რა მე თქვა რაღაცა ისტორიები მაინც ჩვენი საერთოდ როგორი მოსწავლე იყავი დავიწყოთ აქედან ნუ სკოლის პერიოდი ახლა ისეთი კარგი პერიოდი იყო ისეთი არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ქვეყანას ულხინდა დავდიოდით დისნეილენდში მოლებში გასართობს სივრცეში დენი არ იყო პური არ იყო საჭმელი არ იყო სასმელი არ იყო აი რა უნდა მოყვე დახეული ფეხსაცმელები დავდიოდი კი არა ეხლა მიუხედავად იმისა რომ ზურა იყო ბაბა კაფეინზე მატერიალურად და სიმდიდრით თუ ასე შემდეგ თუ რაღაცა ნუ ყველამ კარგად იცის ეხლა ზურას დიდარი იყო იმით რომ მთელ ქვეყანას უყვარდა და მთელი ქვეყანა იყო ზედ მიჭირდა ხოლმე ზურაზე ლაპარაკობ უბრალოდ რას დრო გადის უფრო მიადვილდება რა და შესაბამისად ეხლა არც ისე და ფეხსაცმელებზე იმხელა ნახრეტი მქონდა ერთხელ სიმწრით მახსოვს იმხელა ნახრეტი მქონდა ფეხსაცმელზე სწორად ვად გამწიფე ხო არის როდესაც დადიხარ ფეხს უკან წევ რა და უკნიდან მომყოლს რო არ დაენახა აი ესე დავდიოდი ან ზამოყინული თუ იყო მივსრიალებდი ხოლმე და რაღაცა ვამართლებდი ასე მაგრამ ბედნიერი უდარდელი მაინც იმიტომ რომ რაღაცა ყველა ერთ სივრცეში ვიყავით და რაღაცებს ცოტა იოლად უყურებდით და ბავშვობა იყო როცა შუქი არ არის და კერასინკის სული რო დგას სახში რა თქმა რა ფითილები ყოველი ფეხის ნაბიჯზე რო იყიდე ხო დილა ზოგი რო ნერვიულობს დილას რო დგები რა ჩავიცვა ერთი გაგჩასაცმელი უნდა ჩაიცვა და საფიქრალი აღარა კურდაფულს რო დაადგავდი ფეხს ცნობდი ასე იყო თუ ის არის კომპიუტერები იყო ახალი გამოსული ეხა გამახსენდა მაგაზე ისე ცოტა იმისკენ
თითო დღით ერთმანეთს უთხოვნიდით და ჩემი ჯერი მოვიდა ბედნიერი მარიო. სახლში მარიო დენდი და სუბორი იყო ეს და ეს მარიოს კასეტა სხვადასხვა თამაშებიც იყო ტანკები და რაღაც სიხარულით წამოვიდა სახლში და ერთი კვირა ვერ მოვიტანე დამხოცა მთელმა კლასმა კინაღამ სად არის კომპიუტერი შუქი არისო ხონდა მე 1 საათი მაინც ხონდა მეთამაშე აი ესეთი მხიარული და ესეთი ლაგი პოკერებში რო წაგიყვანა ბატონმა ზურამ როგორ იყო ეგ ამბავი ბატონმა ზურაბმა კი არ გამწამიყვანა პოკერებში ეს საოცარი ამბავი სკოლაში მოვიდა ხო სკოლაში მოვიდა ზურა ესე როგორც მშობელი შვილთან და დირექტორი ლიანა შეწირული გახდათ ყველაზე დიდი პირველი სკოლის დირექტორი ყველაზე დიდი ხნის და ისეთი ძალიან ძლიერი ყველაზე დიდხანს ვინც იყო ისტორიაში როგორც მახსოვს დირექტორი ისეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ და ჩამოიარა მასწავლებლები დირექტორი აბა როგორ ბექნო როგორ იქცევა როგორი მოსწავლეაო ზურაო გაგუაგიჟაო ნუ საერთოდ რა გაგისაგნებსაც უნდაო სწავლობსო რა საგნებსაც უნდაო არ სწავლობსო მეოთხე გაკვეთილის მერე საერთოდ ვერ ხვდება კლასში რატო უნდა გაჩერდესო და ესე ვართ ამ დღეში გაწამებულები პედაგოგიდან დაწყებული ჩემით დამთავრებულიო მაგრამ რაღაცა მარილიც ხომ უნდა მოეყარ მაგრამ ვაშკაცი ბიჭი ისდება აი ვაშკაცი რასაც ვერ დაუკარგა და გავარდ გარეთ მე და ჩემი კლასელები ვართ ჩემი კლასელებიც ნერვიულობდნენ ჩემს გამო რაღაცა ესე გაფითრებული ვიყურებ გამოდის ზურა დაბღვერილი მომკიდა ხელი წამოყვა და მეთქი ახლა გამასწორებს მიწესთან მასე გააგრძელე შულო თორე ყოფას გიტირ ის მოეწონა ბოლოს არა ვაშკაცი რამოდენიმე საგანი და ბოლო ორი გაკვეთილი ამ თავისებური იყო ხო ერთხელაც გამოხო და ერთხელ მამა მეთქი შუა კლასებში ვარ ეგრე დაახლოებით არც მაღალ კლასში არც აი შუა კლასებში და რაღაცას ერთ ადგილს მივაგენი და მამა მეთქი აღფრთოვანებული ერთხელ საოცარ ადგილს მივაგენი მეთქი ფული მინდა და წამოდი წაგიყვანო განახო რა არის მეთქი და ლაღიძის გვერდზე სადღაც კუთხეში იქ ასახოვთან გაიხსნა კაცო როგორ მოკოდა ჩემში აზარტი რა საერთოდ და მათ შორის სპორტული აზარტიც იმიტომ დაიბადე ფეხბურთთან მიმართებაში და ასე შემდეგ ფეხბურთთან და მოვკიდე კი შვილო წამოდი ესე რამ გაგახარა მამა და რაღაცა და არიქა და შეგენაცვალე შვილო და სად უნდა წამიყვანო და სადაც არ მიგუსმება და რაღაცა და მოკლედ რაღაცა დაწესებულება იყო ესეთი სივრცე გახსნილი სადაც იყო პოკერები რო არის აპარატი რაღაცა ესეთი მისი წინაპარი წინამორბედი რაღაცა ფული უნდა ჩაგეგდო შიგნით რაღაცები დატრიალდებოდა ერთნაირები და გიყრიდა მერე ფულებს რა და ამით აღფრთოვანდი ახლა სკოლის მოსწავლე თან შუა კლასებში და თან ის პერიოდი რო კაციშვილი არ ეკითხება რა ასაკის არის ვინაერ არის ოღონდ ვინმე მე ჩააგდო და შევიყვანე ზურა ეხლაც მახსოვს იქ ადამიანების გაკურებული სახეები ზურა რო დაინახეთ ეს მოსახურე პერსონალი მობრძანდით ბატონო ზურა და აქ რამ შეგაწუხა ბატონო ზურა და გამარჯობა აგერ ბატონო და არიქა და რაღაცა და გამოვართვი ეს ფული თუ რაღაცა და შევაცურე თუ როგორც წვიანი და დავარტყი დატრია ესე იგი აი ცუდი მოპყრობა რო აი კაცას თუ ძაღლს აი ამაში რო ჩაავლებენ ხოლმე ქეჩოში ხელს რა და იმასავით რომ მოიფრია აი ეგრე თან ვერ მივხვდი რა უნდა და რას მერჩო მე დიდი ხანი მომიწია გაანალიზება რომ რა დავაშავე და მაგის შემდეგ ესე იგი მსგავსი აზარტთან დაკავშირებით მოისპო ჩემი ცხოვრების და უხერხულად ჩავარდებოდა რა ხო ერთი იცი რა მითხარი მამას ისტორია არისო ეგეთი შარვალთან დაკავშირებით ხო ეს გამყიდეს ახლა ბევრ რაღაცას ვიხსენეთ ეს არ ვიცი რამდენად მოსაყოლი ისტორია მაგრამ როგორ არ არის ყველაფერი არის ზურა იყო ახლა ყველასთვის ზურა იყო კაფიანიძე რაღაცა ის bis რაღაცა ესეთებს მოკლედ ამოჩემები ქონდა რა ტანსაცმელთან დაკავშირებით რაშიც კარგად გრძნობდა თავს სუფთაც მოწესრიგებლად რაღაცა მაგრამ შეიძლება წლებით ბრენდებს და ეტიკეტებს ნუ არ უყურებდა ხო ნუ მოკლედ რაღაცა შარვალი აქვს ესე იგი შარვალი მოიწონა სპორტული შარვალი ჩაცმული რო არა გაქვს უკვე მუხლები რო ხვევით რეზინით რო არის მოჭერილი მოეწონა
ну მოკლედ დადის აქ მაგრამ ვინ უყურებს შარვალზე თვალებში შეცის ზურად შენგენაც ზურაის და ეხლა მამა ის ადერი რა კარგი რაღაცები შეგიძლია რაღაცა ამას არ იღებს გამორიცხული და მეთქი რაღაცა ხერხს მოვძებნი რა ხერხს მივაგნებ რომ მეთქი უარს არ მეტყვის მაჩუქე მეთქი და ერთხელაც ძალიან სერიოზული მოვიდა მამა მაჩუქე მეთქი ეს შარვალი რადგინდა ჯერ დიდი გექნება არა მეთქი სახში სპორტული შარვალი არა მოხდა და მეთქი მომცემს და შეიძლება აღარ იქნება და სხვა შეიცავს რა დამაკვირდა და მეც გაუსწორე თვალი რაც ალი და აიო შვილო მოგცემ მაგრამ მეორე დევსო დაკეცილიო კარადაშიო ეგერ და ის გადმოიხო აღარ არ მინდა ორივე რამდენი გაგნაგები მაგის შემსმელი მე არ ვიცი ალბათ თარო იყო იქ ძალიან კარგია ესე იგი იყო ხო თავისებური ადამიანი ნამდვილად იყო ხო ზურას რაც შეეხება რა თქმა უნდა ხასე ძალიან თბილი იყო მიუხედავად თავისი სიმკაცრისა ძალიან ტკიო და ძალიან განიცდიდა ქვეყნის ცუდს ძალიან უხაროდა კარგი და ასე შემდეგ და ძალიან თბილი იყო მიუხედავად ამ ყველაფრისა და იუმორით სავსე ჯერ ახლა ეს ლექსი მისი ეს ცნობილი ლექსი რა აი ყველა ალბათ სანამ იარსებებს ის თაობა ვინც ზურას ასე ვთქვათ ყოფითობაში იცნობდა და იყო აი არ მგონია რომ ვინმე მაიღოს თავის თავს იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ისე მოიგოთ მისია რა თავიდან ბოლომდე ისე მაგრად ხო არ წაიკითხავდი ვერა ორი ადამიანი იყო ნამდვილად მე ვიცნობდი ბატონ ზურა ძალიან კარგად და ქონდა პატივი მასთან ერთად სუფრაზეც რამდენჯერმე და ისე თან ისე ვიწრო საზოგადოებასთან ერთად სადაც ხო ისე განსაკუთრებულად და ძალიან დიდი სიყვარულე და თბილი ადამიანი იყო ნამდვილად და დაგეთ ბატონო და ლექსი მსახიობებიერიდებიან ხოლმე ერთმანეთის საკითხულ ლექს კოლეგიალური თვალსაზრისით და ეხლა მე როზურას ლექსი წავიკითხოთ არის ხო გიყვარს პოეზია რა თქმა უნდა მაშინ მოდი შენ რაც გინდა ის წავიკითხე კი ბატონო რაჭასთან დაუბრუნდები მაშინ ისე ნუ ხა რაჭველი რო ხარ ეგ ის ფაქტიც არის რომ დიდი ხანია გზაში ხარ ძრის მოხვედი ამ გადაცემამდე ნუ სამი თვის უკან დაუპატიჟეთ კარგი 360 კილომეტრია დაახლოებით სულ რაღაც კი ბატონო რა შეგუსულა გისმენთ ასეთი გვალოები არ ახსოვს რაჭასო გლეხს წამოეწია სხვა გლეხი ჯორს ცხენით ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო მიუგო ჯოროსანს ქვეითმა მოწყენით იყო საუბარი როგორც სამძიმარი აგვისტო ვენახს და იონჯას ხარშავდა არათუ საწვიმარი ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა მაგრამ მე საკუთარ ფიქრებში გასროლილს გვალვა და აგვისტო არ მქონდა საწუხარი მქონდა სიხარული მოგება სხვათა შორის გლეხისგან სტრიქონი მქონდა ნაჩუქარი თქვი ლებანიძეა ეს გლეხი ბესია თქვი ამ დალოცვილ და კურთხეულ მთაველად რამდენი ჰომერია რამდენი ბერნსია და კიდევ რამდენი ვაჟა ფშაველა თქვი რაჭას კი არა წელს ქართლში ცხვატია და მაინც ხომ ცხოვრობთ ტრის თვალის დაყენებით ღვთის ხელი ურევია ჩვენს ნიჩში ცხადია გლეხკაცი აზროვნებს პოეტის სახებით იყო პოეზიის მინდორები გასათიბი ცაიყო კარიალა მზე მინდორებს ფარჩავდა ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა ჩემო ბექნო დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ მოიცალე ძალიან დიდი მადლობა იცი რა წარმატება მინდა გისურვო ჩვენ საქმეში და ესე მინდა ეს რაღაცნაირად ეს შენი ბლოკი ესე დავამთავრო რომ რაც შენ გულს ახლა ესალბუნება აი ბიჭები შემოგთავაზებენ და აი ამ სიმღერით პატარა ნაწყვეტით რომ
იცი აი რამდენი ხანი მაგაკრო მარტო ლექსით ვერ ხო ლექსი წავიკითხე ესე იგი სიმღერა უნდა ვიმღერო ერთი პატარა მონოსპექტაკლი ყველაფერი ესე იგი ამდენამეს ვაკეთებ და ესე რა ქვია ჰონორარი იქნება ჰონორარი არის ის დავიწყეთ საუბარი ისა რა ქვია მეორე განყოფილება აქ მივდიოდი მაინც ჰონორარი იქნება ღვინით ადატანით იმუშავე აგაშენად ღმერთს აბა დაუკრათ აბა კარგი ხარ ჩიხავის ჭიდილი ლუდისამა ცეცხალაზე შიშახინი მაწავადისა არამონა შეაცე კავებული კარგი ხარ თითე ბითუშის ხალისა არამონა შეაცე კავებული თითე ბითუშის ხალისა აი მამა თაზე დაბრუნები ბდობენ არის ხალიანო არაშამახედო ქალავ თოლნი არა დაიშლიანო არაშამახედო ქალავ თოლნი არა დაიშლიანო დაიშლიანო კარგი იყო, კარგი. ახლა შეიძლება როგორც ჩიტოვიჩი და მიხო გამოხატავენ ხოლმე ისე ვერ გამოვხატოთ. მე და დედაჩემმა ეთერამა, მაგრამ ისედაც ხო იცით რომ მაგრები ხართ, აბა? ყოჩაღები არიან, ყოჩაღები. ხო. დედა, სად არიან აქამდე ეს მიხო და ჩიტოვიჩი რო არ გამოჩნდნენ, ჰა? აი მომღერალი როა. რაფაელო კარაულაშვილი. ის იყო ჩამოსული წუხელა. კონცერტი იყო კულტურის ცენტრშია. და იქ ბრძანდებოდა შენი ქმარი და მაგისი ამხანაგიცა. რა სამომგალო? და აკიო კბილის ექიმთან არიანო. იმე ისეც დასძვრეთ მაგათა ის ყველა კბილია. იქ ხარნენ, იქ ვინწყებლები ტელევიზია თქვენ. დაიცა და ცეკვავდნენ კიდევაცაო? ნელებზე თუ ჯაგაჯუგებზე მეტად. რა ვიცი აბა, სოფელში ეგრე ამბობდნენ რომ ცეკვავდნენო და ცეკვავდნენო? ხო. და ბიჭო დეიც უკვე რეგიონალური ამბების მიმოხილვა დამკალი თვითს. დაგხვდება ესა რაღა გამოიდეს აქ არ ვიცი ეგე დაუწყიათ ქალებს საუჩვენოთა და არ ჩავწყვეთ ვაყურებელთან აი სად ებრძანდებოდით ერთი ჰა ვითომ არიცი ახლა რა კაბილი ეკიპთან ვიყავი აი დედამო რაღა ბუდენები გაჩერდი ბიჭო გაჩერდი ძალიან კარგად ვიცი სადაც ებრძანდებოდით ჰა ხატა უყური ახლა მავკადა ჩემ რანაირი ხალხია ბიჭო ამ სოფელში რებს არ მეიგონებენ ჩემოდაია ადამიანს სიცოცხლე როგორ უმწარო და ეს მყარი ფუნდამენტში დაფუძნებული ოჯახი რო დააკრიბ შამამხედა თვალებში ჩემოდაია შეიძლება მე მოგატყო მაგრამ თვალები ვამაგვირდი კარგად თვალებში ჩარლზ ბორმან ქალა სტომატოლოგი დისკოტეკა და ჯაგაჯუგები ჩანს საბაგიეროდ. ეთე
აი გეუნები რა, ყურადღებით ვისვენაკა, შენი ოინები იქნება ესა. სხვისი არაფერი, რო წამამიჯექი ახლა, უნგადაართვევინო შენ შემოგხედავენ აქა. ვინ დარჩება რუსთავიურზე? ბიჭო, დედა რა შუაშია? შუაში კი არა, გაჩუქდი ბიჭო, გაჩუქდი. თელი სოფელი ლაპარაკობს, იგერო, მიხო და ჩიტოვიჩიო, ის მომღერალი ხალი როაო, რაფაელა გარაულაშვილიო, სუა პარლამორო კომიდაჩუზე ღეროდანენო. ხო. კომიდაჩუ არა ისა კიდე. მა? რავი, რაც არის, როგორ? არ მაიგონებენ, კაცო. რაც არ მაიგონებენ. არა, შემოდაია, რას ლაპარაკობ? რა პარლამორე კომიჩატო, კაცო? რა არის, ეგ სულ არ ვიცი. საჭმელია რა მეგობიდაჩუ. მოკლედ ხა დაიცად, არ ვიცი მე, მორჩით აიქ ჭორაობასა, კაცო. რეგიონალური ამბები გვაქვს, ასაყანი, ხალხი იყურება. დაისა, გავიდესდე და შენი აქედანა. რომ ხვეწო, კიდეცა არ დავრჩები აქა. შეაფერისტო შენა. წამოდი გოგოშეცა. გეუნები, ბიჭო, ასელს არის გადაცილებული, როგორ ყოჩაღათარი, მამინელებს. გეუნები. კიდე მე ვარაფერისტი. სორფლი, ჭორბიურო ესა. აჯე შეკიდენ უამიშალე ნერვები. არ დავიწყოთ ახლა, როგორ ვიზდეთ ეგრე, ჰა? არ დაიწყე, მიდი, ჰა? ჩვენზე ადრე იყო და დაიწყოს. არაფერსაც არ დავიწყებ. მოღალატე აფერისტო შენა. დედა, დაიცადე მოვდიფარ. აი, მე თუ სიმართლე არ გავარკვიო, აი აქ იქნები შენ, აი აქ იქნები შენ. დამაცადე აფერისტი. ხედავ რა დღეშიო. არა ზმონა ორივენი ერთად მერევიან ცალცალკე ხო მაგრამ ორივენი ერთად აი არ ვიცი აბანე შევდივარ შემდგომარეობაში ისე გორად არ არის ადგილი და გამოდივარო სად გამოდიხარ დაიწყე შეშობელ ძაღლო ნუ გამაგიჟე შენა კაცო სად ვიყავით როგორ ვიყავით მემრე გავარჩი რა ვიცი მე ვინ უთხრა ნეტა მე რა ვიცი ვინ უთხრა ემათ გამოილევა მათ იმეებს, რა? გოგიეთო დაგე. ვიღლიჭება იქიდან. ბიჭო, შენ უთხარი ვინო? ვინ არის ეკაკებეშნიკი ესა? არა, რაც მოვსიდადი უნდა მოვაშორო აქედანა, რა. მიდი დაიწყე. მაგაი მაინც გავარკვე ვინ უთხარ. და ვიწყო ძამია მაშინ. დაიწყე. მე არ მეზარება რა რას ვიზავ? კაი, კი ბატონო. და ვიწყოთ ქუთაისის ადახტარი კოცე რა გინდა ვეიო შეხედე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი რომა აი გეწოდინება შენი რა ქვია მამადუ რა მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი ვეიო ქუთაისის ტორპედო ღოიცი მაგი არ ვიცი რა ეგ ვინ არის მამადუ მე რა მამადუ გეტყვი აგერ შეგეხარჩები ბატონი და ფეხბურთი ხო იცის და იცის, ხო და თან თურმე დუბაიში კორპუსებს აშენებს. შენ მამა და უძახი მაგასა და სახელია სახო მამა. მაგარი ყოფილა, ესე იგი, ზარე მაიდგინე ქუთაისის სტადიონზე და ტალახსაზელა საკა. ო და დუბაიში კიდე რასტორს ეგრე გამოდის რა რატო ამაგი სასწაული კაცი იცი შემოზავია მთელი ქუთაისი საზღვარგარეთაა რომ ორი კაპიკი გამოაგზავნოს ქუთაისში და ეგი ქუთაისში ნაშონ ფულს აგზანის იქი საზღვარგარეთ აიც რამდენ სუხდია ნეტა ეგეცა ტორპედოში დუბაიში რომ კორპუსებს შენება დაიწყო მაგ მამადუ ხო არ თქვა მაგის შემოზავია არ თქვა ქუთაისის ტორპედოში არის შვენიერი ხელფასები აი დედავტი რა გამოსულიყავი მეც საფეხბურთელი რა არ შეიძლება გამოსულიყავიო მეც რა ვაკარხა თამაშობდი ზომია რასავიდო აი ერთხელ გურჯანემ ცველსა იგეთი პრინტი გაუკეთე დარდით გადოთი დრემდესონს
რა მიქნა ესა მიხუმ შენ არ უნდა ეგენებებია თავი რა ვაშე უტვინო რო იქნები კაცი აბა რა მინდოდა ეხლა მე რავი რა მაგი არ ვიცი ძამია მაგრამ ერთი კი უნდა დეველაპარაკო მაგ მამადუს სახოს როგორ გამიხურა ზა ხო ნეტა შინაგანმადება არა კი უნდა ქონდეს შენაირი გაქანების ჩემი და შენაირი გაქანების ხარ დუბაიში სამსაფოთახიანი ვირები 348 სართულის ვინამდენეზე 352 იყო რასო ჯო მაქსიმალზე რა მინდა სანამ იქიდან ღორებს საჭმელს ჩამოუტან ხო დასკდნენ ჭივილი და გაგიდი აქვე ძმო ბერეტაში გლიჯე შავარდი ეგა ჩემი მართალი ხარ ახლა პრობლემაც არ მეიშვაგერ კარგი ხო დაწყდა ჯერა შენა მამადუს დელაპარაკი გაიგე და დანარჩენი მემრე ვნახოთ ეგე კახურ ფეხბურთშიც როგორი ამბები გვაქვს შენ არც კი შენა აი ეს როა პრესეჟე ხო სწორედ ვამბობ მაგასა პრესეჟე ხო გამიგო ეხლა მაყურებელმა ეგ როგორ არის ხო პრესეჟე პარი სენ-ჟერმენი კაცო რა ვარ ვიცი სულ ვარ მსოდლო და ახლა ხო გევიგებდი კაცო კვარაგედები და ბატანა ის არ არის ეგა ხო და მაიხედე ხო და მაგ პრესეჟეს აკადემიის აღზრდილი ვინმე ფრანგ ბამბუკა როგორი ხარიო აი ის გინდა გეთქვა ბერბოკა ო აუყვანია საგარეჯოს გარეჯმა აიყვანა და დაიმატა თურმე მართლა არა მაეხლა ტყუილის გეტყვი მე როგორც გონია ძამია მაგას სანგუნდია ერია ამ თვითმფრინავის ბილეთი რაგი აცუშინა ჰა შვენიათა სოდნიათ ქართული წესი პრეშეზერებსა მივეცით ჩვენა ქართველი კვარა გამოუშვეთ იმათა იქაური ბამბოკა ჩვენი წესი რო ცოდნოდათ ორი უნდა გამეეშვათ მას ეხდება თავარია რომ კვარას ძირითადში თამაშის კონტროლის საშუალება გაჩნდა გეგე ითამაშებს კვარა პესეჟეს ძირითადში ითამაშებს ბამბოკის გარეჯის ძირითადში არ ითამაშებს კვარა და დაждდება ესეც გადაჭრილ მორზე ისე საოცარი დახვედრაკი მოუწყვეს ფრანგ ბამბოკასა საგარეჯოში მთელი სტადიონის გრანდირებდა თურმე აქ რა მოგიყვანა შე ბამბოკიანო შენა ეგრე ყოფილა ესე იგი რო დავაკვირდი ფაქტიურად გამოდის რომ ესეჟე ტრამპლინია ეგ არის ეხლა კვარაც ჩამოვა და მაგარი გუნდი იკეთება გარეჯი თამაშს ეხურები ბიჭო შენა აი ეხლა თუ მაინდობა ბამბოკამა და კარგად ითამაშა შეიძლება ეგა გურჯანმაც კი წაიყვანო არ არის გამორიცხ არ არის მოკლედ დეველოპოთ მოვლენების გარვიზარებას და განვაგრძობთ აგერ უკვე გამოშვება აგერ შვენიერი ამბავი მაგ გურიიდან გურიაშიო შემოძამია ხო განზენდროუზის კონცერტი გაიმართებაო ვისიო განზენდროუზის ვინა რო განზენდროუზი დავიჯო ეგ რა ფერარიცი შემოძამია 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს მაგას სოფლიოში გაყიდული ანუ წარმოიდგინე ახლა შენ აქაური მარშრუტკები და როგორც ისმის ნინო ჩხეიზის ხმა ისმის ამერიკის მარშრუტკებში განზენდროუზის სიმღერები მართლა ხო ოჩახ თქვენა აი გამსდელ რაო ხო გამსდელ როუზი ყოფილა ეგა ხო როუზ ხო გურია რათა მარჩიეს ვითომა რაო რათა მაინდა-მაინც ახლა გურიაო დედა ვიჟო დედა აბა სხვაგან სად უნდა ჩატარებულიყო თუ არა გურიაში ზამია ოდითგანვე განზენდროუზი ყოველთვის ასოცირდებოდა გურიასთან როსკოვერსია გა როლინგ სტოუნზი იმერეთთან ალბათ არა არა იმერეთთან უფრო ბიფლოიდე ხოდა ამ განზენდროუზის სოლის მისოლა ყოლია დატანებიდან რასმეული უხარია თურმე ჭკუას არ ყოფილა ვინახულებ მაგის გამომსხვარი ხაჭაპურები და გურულები ღვიძლები მე მე ვარ არა ჭორიკანა მე ვარ ხო
შეაფერისტო შედა მოდი შვილო გაგა განგენესტერო უძებთ თქვენ თქვენ აფერისტებო თქვენ ხალხო რა მოგივიდათ რა შემოვარდით ხომ შვიდობა კაცო წამო ეგე გამზდელროუზების კონცერტზე წაგიყვან თორივესა არ გინდა საუკეთესო ვადივისება მაშ არა ყოფილხართ დისკოტეკაზე არა ჩიტოვიჩ რას ხავენა რიგონია ჩვენი საქმე კარგად შემოძებია და თუ გვაგირა ახლა დავსხველი გამზდელროუზი მაქვს ესე ათიყავი რეფსიძახი ქალო რეფსიძახი ვაიმე ვაიმე აჩვენე გოგო აჩვენე რა უნდა მაჩვენე მიდი მაშ ეს რა არის აბა მაშ ეს რა არის ერთი მოდი აგე ნანულამ ჩამიგდო ეხლა აგე რაფაელა კარაულაშვილთან და უსუ რაფაელა კაროზე დახტუნაობდნენო ბიჭო რაფაელა ბეთქოლია ჩაკაჭუკირუა ვისია ესა მანახე იგე აკათითი ეხლა იმაგრა დავიღალი მე მგონი ფეხი გემეკვანძამე ვაი ბეთედა შემსასი ბუდელო ჩამეიყვანე ვიჯვაგი მაი თამჯო სირცხვილი აიყევი ხო გავიხეთ გაელე მოიდა ბიჭო ასამარცხინო აიყე ვედიცეკვადა უნდა გაუწანო სოფია შეჩერდისტო სოფია იმერე ისევ ხო სოფია შეჩერდისტო სოფია ვაცეკვე ისევ ხო კიდე რა სოფია ვიცეკო კიდე რა სოფია არ მიხასტო სოფია ვიცეკო კიდე ხო ირარია ბაიხლეს ჰა შავდუდით მოგლეთ ჩემო პატა და ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო მინდა ძალიან საინტერესო სტუმრები წარმოგიდგინოთ დავიწყოთ იქიდან რომ ისინი ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან საინტერესო გაგრძელება ამ ყველაფერს მხიარული მოკეიფე დარდიმანდი ახალგაზრდები და რაც თავარია ჩემო პატა ისინი არიან კახეთიდან დანარჩენი ადგილზე გავარკვიოთ მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს ამასო ჩვენი ფეხი ჩემო ძვირფასო კახელებო, ჯიგრებო, კარგებო, უმრავლესობაში ვართ და მაქსიმალურად მინდა რომ ნიკოლოზი იყოს დატვირთული ახლა და სადიყო ეს მოკეიფე დარდიმანდი. ნუ ნელ-ნელა გავარკვევთ ყველაფერს ჩემო პატა პირველ რიგში მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩემო კარგებო. მოკლედ ინტერნეტ სივრციდან კი გიჩვენებთ კარგად ჩვენი მაყურებელი ასე ვთქვათ რა ინტერნეტ სივრცის, მაგრამ ტელევიზიიდანაც რომ გაგიცნოთ ყველამ, ამიტომ აკპატიჟეთ. სალომე ხანიაშვილი, მარიანა ელაშვილი. საიდან ხართ კერძოდ? ჩვენ ვართ ქიზიყიდან, სიღნაღიდან. უბატონო კახელები ყოფილან კი ბატონო. აბა იმათ კითხეთ საიდან არიან? ლუკა ვორთლიშვილი. ჩვენს ძვირფასი კახეთიდან ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი გვახასიათებს, ეს არის გურჯაანი. ეგ ცოტა მოშორებით. ასევე გიორგი ჩახოშვილი. ჩემ გაშორს. გიორგი. გვარი? ჩახოშვილი. თქვენი შემახსენეთ? გურჯაანი. ვორთლიშვილი. რა გვარი? ვორთლიშვილი. შეგენაცვალე. გურჯაანი, კარგად ვერ გაიგონა, კარგად და საიდან ხართ? გურჯაანელი ვარ, შენი ტირი. გურჯაანი ყო. დღეს რა მიყვარს? სვათაშორის მაკვაწილს მე ვიცნობ. ერთ-ერთ სტუმრობის დროს კახეთში ვიყავი ჩასული. სვათაშორის გურჯაანის რაიონი იყო. კი ბატონო და
მითხრა, ეხლა რომ შემხვდა ერთი კაი ფრაზა მითხრა, რომ უთხარი რომ სტუმრად როგორ იყო თქვი? ნუ სიმღერა მომისმინა და მოეწონა სუფრაზეც ვისხედით რაღაცა, კაი პურის ჭამა დროსტარება მედიოდა ჩვენებურად რო თქვათ და ეხლა მოეწონა ჩემი თავი და ისაო აიო ერთიო უნდა მიგიწვიო ჩემ გადაცემაშიო და და წერა რომ შევხვდი ეხლა უთხარი რომ უნდა მოგეწვიე მეთქი მაგრამ ვერ მომიწვიე მეც თვითონ მოვედი მოგასწარი ისე მე თამბიყო ეთო სად მოხდა სად იპოვეთ ერთმე კლასელები ხარ თუ რომ აი ფიჩხი ბოგირთან რავი არა მართლა აი სადღაც ხო იქეიფეთ თუ ამან ანაგაში რო გაწელა გარმონი აგე მე ძველანაგაში ამა ძველანაგაში გაიგო და ეს შევხვდით რა ერთმანეთს შევიკრიბეთ ვიქეიფეთ დალევა გიყვარს აბა რა დალევის გარეშე რამე გამოდის ვინის გარეშე თქვენც მით აბა რა თავისთავად აი ეს ვერასვავს გატყუებთ ვერა კარგი ახლა ყველაფერი ჩვენ რო გიყურებთ მართლა ძალიან ისეთი შეარცხვი და ეს კი ვერ სვამს გაასწორა მიწასთან ადამიან როგორ შეიძლება ასე ეთერში ნიკოლოზ დაწურებულია შეიძლება დალევს აი ეს უეჭველად ანუ შენ საერთოდ ვერ ნახავ ამის ხვაკიდა სუპრასტარ ბიჭო კახურგვინოზე იქნებიან მიჩეული მოდი ხუნობის გარეშე რა თქვინა ახლა ამ გადაცემაში ვიხუმრობ სერიოზულად როგორ აღმოვაჩინეთ ერთმანეთი რამე ჩამოაყალიბე ანსამბლი მე ხა რასაც სოციალურ ქსელში ნახე ვიდეოები ბევრი ნაყვარ სუმაგიდასთან ახალ კაი დოლი კაი გარმონი აუბერავენ ხო თაღა შეგვიძლია ხო არა ხო და აქვე ბარე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემო ტკბილებო ბოდიში რომ მოგწყვიტეთ საყვარელ საქმიანობას ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები ხარ და აგაგლიჯეთ სუფრიდან და ნამდვილად ეგრე იყო და ნამდვილად აქ არ მოუწევდეთ ახლა ბახუსები და არ დავეძებ და გადაწყვეტე სახში რომ მე უნდა დავუკრა დოლზე არა მანუ არსად არ მისწავლია ქვაბებზე უკრავდი ხოლმე ხან ვედრებზეც, მაგრამ ქვაბს უკაი ხმა ქონდაც კრია. ხო და მე რა უთხრა მებია ჩემს რომ წადიო უყიდეო ამ ბორსო დოლიო და მართა რომ მომიტანეს დავიჭირე დაუკარი ანაიათ უკრავ მეც არ ვიცი. იმის მერე ვეღარ გავაშვები ფედლა. ჩემით. თქვენ აკარდიონზე უკრავთ? არა, მე ამ შემთხვევაში პირველ ხმას ვაძლევ. აჰა. ანუ მაგრა ერთობით მე როგორც მივხვდი თქვენ. კი ბატონო. კარგია რომ სიმღერით გამოჩდით და არა ისტორიებით სოციალურ ქსელში თქვენ რატო არიებთ ხმას? რა ვიცი, რატო არ ამოვიღებ. ერთ ისტორიას მეც გავიხსენე. ამ ისტორიებზე მივიდა საქმე. ჩვენს პური ჭამაზე ხშირად მოდის ხოლმე და ხშირად ესწრება ერთი ცედი პატარა ბიჭი ვყავ რა, აი გურჯაანის რაიონში, აქ ექვია სახელი. ვერ დავიჯერებ პაკას. ცეთი? აკია, ესენი კარგად იცნობენ და ამ აკიას მქონდა ხელის ტაჭკა. რომელიც რო აი სულ დაათრეოდა და დადიოდა ერთი ხო ჟანგი ერთი ალთას ეკონდა მეორე ბალთას რაღაცა და იმ ხელის ტაჭკით ბევრი კაი საქმე აქვს რაიონისთვისაც გაკეთებული. ყველას ეხმარებოდა. იქ ქონდა მისატანი, მოსატანი. მაგას დრამე დიდი ზოგი მანქანას რო ვერ გამოიყენებს, ისე ის ხელის ტაჭკას ხმარობდა. ერთი დილაც არის და გამოდის სახელიდან და აღარ არის ეს ხელის ტაჭკა, კაც მოპარეს. აი დაღუდუდებული არია ესე ოწყენილი ზის რაღაცა და საღამო ხანი მოვიდა ბირჟაზე მაინც ხონდა გავიდეს რომ იმას აქნას აი ან ზვაკაც უთხრას რაღაცა რომ გავიდა ზვაკაცზე ეგრევე შეატყეს და ერთ-ერთი მე ბავშვობის მეგობარი ზვაკაცმა უთხრა რომ ბიჭო რა იყო რა მოწყენილი ხარო და რა მოწყენილიო მაგიზე დავატირო ეგ ჩემი ხელი ტაჭკა ჟანგიანი ხელი ტაჭკაო მამპარელი და წაიღეო ქვეყანაო განვითარებული არისო მერეო და ადევ ეს საპატროლოშიო ვიდეო განაცხადეო იქნებაო რაღაცაო შენცაც კარგი იყოსო იპოვო და ანა ეგრე მიხედა და ჯო ფერი უთხრა თუ სერია ერთი გამაგები ვიტკინი მივიდა ფერი უთხრა თუ სერია კარგია ენას უკიდებს ბავშვო ეს ვის ისტორია
ეხლა შესავალი არ გინდა შეგენაცვალე მე გეტყვი შესავალი არ გინდა სუფრაზე ხართ და მე გააკ არა ეს სხვა ამბავია რას მელაპარაკებ აი სანამ დალევას დავიწყებდით ღრმა ბავშვობაში მოკლედ ერთი მეგობარი მყავს რა ტამტამზე უკრამს მოიკითხა მაქედან სახელი და გვარი რო გამოაცხადო შეიძლება აღარ ჩამიშვაში კაც სარტჭალა ვეღარ გადმოეცდები ოღუში კი დამემუქრა მაგრამ მოკლედ ენას უკიდებდა რა ბავშვობაში და მამასთან მივიდა რომ მამიო 20 თეთრი მამეციო და რა სამშვილი რა თქმა 60 კაპიკი და უთვალა 20 კი ვიულავი კიდე კარგი ერთი ეს დოლი მანდილოსანს გადმოუტანი მე მგონი რომ აუცილებლად აი ყველა ინსტრუმენტი უხდება შემსრულებელს ხო თქვენ მღერით არაფერ ინსტრუმენტზე არ როგორ არა ფანდურზე უკრავ ჩვენი ბატონი გიორგი გარმონზე კი ბატონო დავბრძანდით ესე იგი თვითნასწავლი ხარ დიახ შემოსავლის წყარო არის ხა თქვენსკენი რას დადიხართ იქ თუ როგორ არის არა ყველა ჩვენ ნაცნობი ჩვენ გვირეკავს ყველა ნაცნობი მაშინ ავხდებით ყველა ნაცნობი მაშინ ავართ რა შემოსავალი უნდა იყვე არაფერი არა უკთა კლიენტები იყავს ხო იცი მითხარი ერთი რამე რა როგორ ფლობ ამ ინსტრუმენტს გააქვს შენი ინდივიდუალურად თუ აკეთებ რამე ისეც აი ექსპრომტად გვაჩვენო შეგიძლია რამე დაუკრათ ერთად და მეც რა მაინტერესებს ხა რატომ აი და მაინც დოლი და არა მაგალითად ვიოლინო არა ვიოლინო ახლა ემალის გასრულებს ძნელია ვიოლინო რა უკრავ ფანდურზეც უკრავ მაგრამ ვიოლინო რაღაცა ძალიან არა ძივის და გესმის გარმონზეც უკრავ დიახ მოსახლე ფანდურზეც უკრავ ყველაფერი თქვენი მოქალაქე დიახ ვიოლინო ემალის გასრულები ძნელია და ეს მოდი ბავშვებო ეხა მოვისმინოთ ის სიმღერა რასაც თქვენ თვლით რომ კარგია მადლობა სტუმრობისთვის წარმატებები ნახეთ თქვენი შესრულება რამდენიმე ვიდეოში და ყველაზე ატაცებული სიმღერა არის მე მგონი რომელიც აიტაცა მაყურებელმა ის ერთი და მთავარი ხო ხვალ მივდივარ ალაზანზე ხო და აბა მადლობა წარმატებები გურჯანს განსაკუთრებულად ქიზღის განსაკუთრებულად და აბურთი და მოედანი და გელოდებით მოკლედ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს მოკეიფებს დავრტყველებს მურიშამელებს და უთხოვთ ხوار დაგვავიწყდა რამე ხوار ქვიათ ანსამბლს როგორ ასობს არა ქვია მაგრამ წეღან იძახტა უნდა მოვიფიქრო აბა რა ქვია მოიფიქრე რაღაცას რომ ანსამბლი აქა-იქა ხوار დავირქვათ მე ყველგან ავკეიფოთ აქა-იქა ვიკრიბებით ხოლმე და კი ბატონო იყოს ანსამბლი აქა-იქა ანსამბლი აქა-იქა და მოკლედ რა არის წეღან მათამ რო გითხრა ფულს ჯერჯერობით ვერ შეუვლობენ მაგრამ სამაგიეროდ ფშურებით არ იქნებით ამის იმედი მაქვს არა გასვლა არ იქნებით კარგით გვაჭმევენ კარგით მადლობა და აბა გისმენთ Kartuli anabani da
ხანა ძველი მუდამ რჩება აღება ელვარეთ მონასტრის კედლებზე სხივები სათალისა ამ სათლის წინაშე ლოცულობს ქართველი დაგირჯვარას იწევს ახალ სანთელს და ისე გამოდის რომ აღარ აჩაქარებს ამ სათლის წინაშე ლოცულობს ქართველი დაგირჯვარას იწევს ახალ სანთელს და ისე გამოდის